და ძალიან ადრე მოსული სტუმრებიც გვყავს. პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის. GPC კლუბი უკვე მესამე წელია, რაც მას პრინციპს არაჩვეულებრივ მასტერკლასებს, მრავალფეროვან მასტერკლასებს, საოცარი სპიკერები. თქვენთვის საინტერესო თემატიკით. დაწყნებული ვარ თითოეული თქვენგანის გარეშე, ალბათ შეუძლებელი იქნებოდა ასეთი საინტერესო გარემოს და სივრცის შექმნა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს GPC-ის სერტკულებისთვის და უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ მოტივაციისთვის, რომელსაც გვაძლევთ, რომ ყოველ ჯერზე შემოგთავაზოთ მრავალფეროვანი თემატიკა. ამის გარდა ალბათ ყველამ ნახეთ განათლების ხარჯის ლოიალობის პროგრამა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გვაძლევს საშუალებას დავაბრუნოთ ქულები, მოუყურებთ GPC-ის კლუბის მიმდინარე სიახლეებს და დავესწროთ სხვადასხვა ღონისძიებებს. თქვენ მობილურ აპლიკაციაში შეგიძლიათ თქვენი სტატუსი გადაამოწმოთ და ნახოთ რა ბენეფიტები გეღუდებათ სხვადასხვა სტატუსის ზღარბის მეშვეობით. ამასთანავე ალბათ საჩუქრებში ნახავდით, რომ დღევანდელი ღონისძიების თავდამსხმელი არის ჩვენი პრემიალური ექსკლუზიური ბრენდი მუქსი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე 30 წელზე მეტიდანაც არის წარმოდგენილი და გავაზრდოთ თავის ლოგოს. უნიკალურ საშუალებებს, რომელიც ძალიან ახლოს არის დღევანდელი მასტერკლასის თემატიკასთან, განახლებასთან, განჭრევასთან და რაღაც სიახლის შეძენასთან საკუთარ თავთან. ჩვენ ისეთ სპიკერი გველოდება, რომ მე არ შეგაწყენთ თავს ბევრი საუბრით და ასპარეზს ვიწვევ ბატონ საშა კაცმას, რომელიც დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივ მასტერკლასს და როგორც თვითონ აღნიშნა, დიალოგს შემოგთავაზებს, ასე რომ მიაქტიურეთ, ყველა კითხვა საინტერესოა. ხოთ ბატონო საშა და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენს. მადლობა. არა, სულ დასაწყისის. ორიოდე სიტყვით შეება ბევრმა თქვენთაგანმა მე გამიცნო ჩემ პოდკასტით. სინამდვილეში, რასაც მე ვაკეთებ, ეს არის ტრანსფორმაციული ინტერპრენიორობა. ანუ მე ვეხმარები კომპანიებს ზრდაში და განვითარებაში და ლიდერებს, გუნდებს და ასე შემდეგ. და ასევე პირველ დონეზე ვეხმარები ადამიანებს როგორც მენტორი, რომ სისავსე და სიუხვე იგრძნო თავის ცხოვრებაში. აი ეს არის რასაც ვაკეთებ მე. და იმისთვის რომ ეს გამომეტანა საჯაროდ და მესაუბრა ამაზე, ამისთვის შევქმნი პოდკასტი. ორი. ასევე ერთი ბიზნესზე და მეორე განვითარებაზე, ზრდაზე და თვით შემეცნებაზე. ეხლა მე მაინტერესებს პირველი კითხვა მაქვს თქვენთან, სანამ დავიწყებ. მინდა ჯერ დაფიქრდეთ, ეგრევე არ ეტაკოთ პასუხს. ამდენ თქვენთაგან საერთოდ უფიქრია, რომ უნდა თავის ცხოვრების გაუმჯობესება ან ცვლილება. ვის უფიქრია ცვლილებაზე და გაუმჯობესებაზე? ოკეი. ბევრს უფიქრია. კარგით. და ვინ გადადგა ნაბიჯი, რომ ეს განახორციელებინა? ეხლა აწიეთ ხელი. და ვინახე, რომ ქმედითი ნაბიჯი ვინ გადადგა. ოკეი. ანუ არის. კარგით, მე მაინტერესებს რა ასოციაცია მოგდით სიტყვა გადატვირთვაზე. თავისუფალი ასოციაცია რა მოგდით, მიკროფონი თუ შეიძლება სოფიკო. ვისაც აქვს სურვილი გაზიარების, ხელი აწიეთ, რომ დავინახო. რა მოგდით, როდესაც რა ასოციაციები მოგდით, როდესაც გესმით სიტყვა გადატვირთვა? გადაწვა. ჩემთვის გადატვირთვა განახლებასთან ასოცირდება, ანუ რაღაცა ახლის გაკეთება და ძველის, ესე ვთქვათ, დაუწყება. ოკეი. მადლობა. კიდევ ვერსიები? აქ. გადაფასებას. თქვენ გინდოდათ სოფიკო? ჩემთვის დასვენებას. ხვამზე. დევიტამინის და როჯი. ყოველ ჯერზე ვწმუნდები ერთი და იგივე რაღაცაში. რომ ყველა, კი ბატონო. ჩემთვის არის რაღაცა გავსებულის დაცლა და რაღაცა ახლით შევსება. განახლება. მოკლედ, რამდენი ადამიანის არის? იმდენი აზრია. ყველა სიტყვაზე.
თქვენ გონიათ მარტო გადატვირთვაზე იქნებოდა ეგ? ნებისმიერი სიტყვა აქ რო გამომეტანა იქნებოდა განსხვავებული აზრი. ყველა საინტერესო რა არის? ჩვენ ვოპერირებთ სამყაროში თითქოს შეთანხმებულები ვართ ყველა სიტყვის მნიშვნელობას და ვიღაცის გადატვირთვა დასვენება, ვიღაცისთვის გადაწვა, ვიღაცისთვის აბსეს რა გავიგო? რომელი ერთია? რომელი აქვს სწორი ჭეშმარიტი პასუხი არსებობს? როგორ გონია? არა კომუნიკაციაში ესე ვიქცევით? ადამიანი, როდესაც ჩვენ ყავს თავაზობ ჩვენ ვეკითხებით, შენ რა გჭირდება ყავის მიღმა? არა. მაშ ლოგიკური კითხვა. მე მგონი არ არის დიდად რთული გასაგები, საიდან არის ყველა უთანხმოების, კონფლიქტის და ომის წყარო. ეს არის წყარო. რომ ჩვენ ერთი და იგივე სიტყვებში ვდებ სხვადასხვა მნიშვნელობას. ზუსტად მასე პოდკასტში 100 სიტყვა მიდევს და იღებს სტუმარი და ჩვენ საუბრობთ და ხანდახან მე და სტუმარს გვაქვს განსხვავებული აზრი. ხანდახან კი არა მეტეს წივათ, უბრალოდ ხანდახან ემთხვევა ამის თქმა მინდოდა პირიქით. ძალიან იშვიათად ემთხვევა. ორი ადამიანი არა და რა სიტყვები გვიდევს? მეგობრობა, ზრუნვა, სამშობლო, ერთგულება, რთული სიტყვები დევს? არა. ჩაი გამოსავალი. ლაპარაკი. ერთმანეთის მოსმენა, გათვალისწინება და არა ოპერირება იმ სივრციდან, რომ თითქოს ჩვენ ყველაფერი ვიცით. ჩვენ ყველაფერი ვიცით ჩვენ შესახებ. ჩვენ შესახებაც ხშირად აღმოჩნდება, რომ არ ვიცით. მაგრამ ასე არ ვოპერირებთ. მოდით ვილაპარაკოთ საიდან ეს ალბათ პოსტად შეგხვდებოდათ, რომ ესეც სიტყვას, როგორც არის აზროვნება, მე ვხსნი ძალიან მარტივად. ეს არის ჩვენი ჩვევების კრებული, რომელიც ყველას გვაქვს და ამ ჩვევების მიხედვით გვიდგება შედეგი ცხოვრებაში. ამ ჩვევებს ჩვენ ხშირად ვეძახით ხასიათს. ამ ჩვევების კრებულს ვეძახით ხასიათს. ხშირად ვამბობ, მე ასეთი ვარ. ზუსტად მაგას აღწერთ, ჩვენ ჩვევას. შემდგომ ჩვენ მასზე მეტი ვართ, ვიდრე ვამბობ, რომ მე ესეთი ვარ. მაგრამ ფაქტია, ჩვენ გვინდა მივიღოთ სხვა ცხოვრება და სხვა შედეგი იმის გარეშე, რომ არ შევცვალოთ ჩვენი ქმედება. მეცაც ვიტყვი, ჩვენ გვინდა რომ სხვა შეცვალოს ქმედება. ჩვენ გვინდა რომ სხვა შეიცვალოს. ჩვენ გავაგრძელოთ, ჩვენ მართლები ვართ. ვინმე თვლის, რომ არ არის მართალი ამ დარბაზში. არა. ყველანი მართლები ვართ. სხვები თვალები არიან. და შესაბამისად უნდა შეიცვალოს. ხო, ლოგიკურია, მე თუ მართალი ვარ და ის თვალი, ესე იგი ის უნდა შეიცვალოს. ხო იგივე. მაშას ჩვენ ვაკეთებთ, რასაც კლასიკურად ეინშტეინი ეძახდა სიგიჟეს. სიგიჟე ეინშტეინის განმარტების მიხედვით არის აკეთო ერთი და იგივე და კონდეს სხვა შედეგის მოლოდი. ეს არის სიგიჟე. არ არის ჩემი სიტყვები, დავესესხე აინშტაინს. შესაბამისად ჩვენ ყველანი ცოტა გიჟები ვართ. შეგვიძლია ეგეთი დაშვება გავაკეთოთ? ცოტათი. ცოტათი მაინც. თუ მართლები ვართ, სოციალურ მაგაზე მინდოდა ერთ პატარა კომენტარი გამიგეთები და მე ერთ-ერთ პროგრამაში ვიყავი და 10 ჯერ ჩემმა კოუჩმა გამემეორე ერთი და იგივე კითხვა. 10 ჯერ. 9 ჯერ ვერ გავიგე. 9 ჯერ ავისხლიდე. იმდენად არ მომეწონა ეს კითხვა, რომ 9 ჯერ ავისხლიდე, სანამ მე-10 ჯერ გავიგე. კაცმა დამისვა მარტივი კითხვა. საშა, გადაწყვიტე. რა გინდა? იყო მართალი თუ ბედნიერი? კიდევ ერთხელ ვიმეორე. მისვავდა კითხვას. საშა გადაწყვიტე, რა გირჩევნია? იყო მართალი თუ იყო ბედნიერი? და მე-10 ჯერ რომ დამისვა ეს კითხვა, მე მივხვდი მთავარ რაღაცას. მე მინდა თან ვიყო მართალი. და ამაში ვიყო ბედნიერი. ჩემ მართლობაში მინდა ვიყო ბედნიერი. არ და მეუბნება ადამიანი. გადაწყვიტე.
რა გირჩენია? მართალი რას ნიშნავს? მე მართალი ვარ სხვანია. მარტივია. მეორე მართალი, სადაც არსებობს მართალი, არსებობს მეორე მხარე რა არის? სხვანი. ეჭვ გებარებათ? მეწივად ვინ ამართალი? მე. ვინ მე არის? ვინც მეწივად არ არის მართალი? ამბობს სხვა არის მართალი და მე ვარ სხვანი? არის ეგეთი დარბაზში, ამიწიეთ ხელი, აბა? არ არის. არა. ადამიანის ბუნება არის თვლიდეს, რომ ის არის მართალი და სხვა არის მტყვა. და ჩვენ ამ სიმართლეს ვასკდებით. ბოლომდე ჟით კარგავთ ურთიერთობას, სიყვარულს, ზრუნვას, მეგობრებს კარგავთ, პარტნიორებს კარგავთ. ზოგჯერ შვილებსაც კარგავთ. იმიტომ შვილები არ ელაპარაკებიან თან მშობლებს. ან ჩვენ არ ველაპარაკებთ ჩვენ მშობლებს. რატო? იმიტომ რომ მე მართალი ვარ. ამას არ უნდა ეს დაინახოს მე მართალი. აი, მომწონს უკვე. აბა როგორ არის? მიეც მიკროფონი. გაჩნდა პირველი არ არის მწვად. გავხსენით სეზონი. აბა? არა, სომართალი ვერ იქნება ვერას. ოკეი. თუ შენ იქნებ 10 შემთხვევიდან რამდენჯერ ხარ მართალი? არ ვიცი. დაფიქრდი. შეიძლება უფრო მეტჯერ არ ვიყო მართალი, ვიდრე დაფიქრდი. ავიხსენო 10 შემთხვევა. 10 შემთხვევიდან მეწივად შენ მართალი ხარ თუ არა დაფიქრდი. არა რთული დასაფიქრებელი ნამიჯები. მე კი არ ვამბობ რომ არ არის შემთხვევები, სადაც არ ფიქრობ რომ მტყვანი ხარ. მაგას არ ვამბობ. მე ეს შემთხვევაში ვარ მართალში რა, იმიტომ რომ თუ მე ვაკეთებ რაღაცას საკუთარი სიამოვნებისთვის, საკუთარი ცხოვრებისთვის, ყოველთვის მართალი ვიქნები ჩემ თავთან. იმიტომ რომ იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა. თავსახად. მაგრამ თუ დედაჩემის თვალებით უყურებ სიმართლეს, მაშინ აუცილებლად სხვანაირი იქნება. უყურებ დედაშვილის თვალებით. ბევრ შემთხვევაში ვუყურებ კარგია. და მაგ დროს გაუმართლა დედას. არა, ხო, ანუ მაგ დროს გაუმართლა დედას არ ხო? ხდება. მესმის. კი ბატონო. მაგრამ ისევ და ისევ მოდით მივიდეთ ერთ თავარ რაღაცამდე. თავარი ინსაიტი. რატო დავარქვი გადატვირთვა და არა სხვა სიტყვა? იმიტომ რომ წლების მანძილზე, როდესაც კომპიუტერი მუშაობს და დამიჯერეთო ჩვენი აი, ეს არის კომპიუტერი. როდესაც კომპიუტერი მუშაობს და მრავალი წელი მასში არის გაშვებული რაღაცა პროგრამები, ის ჭედავს. ვინმეს გადაუტვირთია კომპიუტერი? ტელეფონი? ყველა გადაუტვირთია? რატო გადატვირთეთ? იმიტომ რომ გაჭედა. აღარ შენელდა. გაჭედა, დაიკიდა. აი, ზუსტად, ყველა ეს ტერმინი ზუსტად უხდება, რატომაც მე ამ პროცესს დავარქვი გადატვირთვა. იმიტომ რომ, ამდენი წლის ხარ? 24 წლის კომპიუტერია. მე 48 წლის კომპიუტერი ვარ. სასიამოვნო. 24 წელი რომ მუშაობს კომპიუტერი, როგორ გონდით, არ დაიკიდება? აუცილებლად დაიკიდა. აუცილებლად გაჭედავს, აუცილებლად პროგრამები იქნება ჩასახური და აუცილებლად ის იქნება გადასატვირთი. და ყველა ადამიანს მაგ კუთხით, როგორც ბიო მანქანას ჭირდება გადატვირთვა. მაგიტომაც დავარქვი ამ პროცესს არა ცვლილება, არა ტრანსფორმაცია, არა ეს, არამედ დავარქვი გადატვირთვა. იმიტომ გადატვირთვის დროს რაღაცა საჭირო არის რომ მოხდეს. შესაბამისად მაგიტომაც ქვია გადატვირთვა. დამოკლედ. მე მინდა ვისაუბრო რომ ცვლილება გამოწვეული ადამიანის ცხოვრებაში არის სულ ორი ფაქტორით. მეტი ფაქტორი არ არსებობს ადამიანის ცხოვრებაში, რაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში ცვლილება. პირველი ეს არის ტკივილი. ტკივილი. აი კიდე ერთხელ ტკივილი. ამ ტკივილს ბევრნაირად აღწერენ. აი საბოლოო ჯამში ტკივილი არის ის ტკივილი, რომელიც გახდა გაუსაძლისი, მაინც დავაზუსტებ. სანამ ტკივილს ვიტამთ,
ჩვენ უძლებთ ამ ტკივილს და შესაბამისად ვაგრძელებთ ბედნიერად კომფორტის ზონაში ცხოვრებას. შედარებით ბედნიერად. დავასუსტებ. მეორე კატალიზატორი ცვლილების არის ინსპირაცია. მაგრამ ძალიან რომ მინდება, რაც დავინახე სხვაში. რაღაცა ჩემთვის ძალიან მოსაწონი. ძალიან მაინსპირირებელი, ამანაც შეიძლება მე დამძრას ჩემი კომფორტის ზონიდან. ისე კომფორტის ზონაზეც ვიტყვი ბარემ, მე საერთოდ მგონია რომ ჩემმა კოლეგებმა ბრენდინგის სპეციალისტებმა დაუშვეს შეცდომა, იმიტომ რომ სიამოვნებაში ეს არის დისკომფორტის ზონა. ეს არის კომფორტის ზონა. ეს არის ზონა, რომელშიც მე ვცხოვრობ, ვიცი როგორ გადავრჩე ამ ზონაში და შესაბამისად ჩემი თვითგადარჩენის ინსტინქტს უჭირავარ ამ ტერიტორიაზე და არ მიშვებს. ეს ტერიტორია ყოველთვის შემოფარგლული არის შიშებით. შიშს თუ თვალებში არ ჩახედე, კომფორტის ზონას ვერ გააღწევ. გამორიცხო. მოსაზღვრე, ხოწარმინე რომ კომფორტის ზონა არის საზღვარი, მე საზღვარი არის შიში. მაგრამ შიშზე რაშვებით არ მივართ, ტაბლეტებს ვავთ, 1000 რაღაცას ვაკეთებთ, რომ შიშს თვალი არ გავუსწოროთ. იმიტომ რომ ძალიან არასასიამოვნო ემოცია. შიში ან შფოთი, მნიშვნელობა არ აქვს, ეს შიშია. უბრალოდ შიში არის წარსულზე, შფოთი არის მომავალზე. თორე საბოლოო ჯამში ერთი და იგივე ორი ბიძაშვილია. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ორი მიზეზი არსებობს. მოდი ჯერ ტკივილზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ტკივილსაც და ინსპირაციასაც აქვს წინაღობა, რომელიც წინ ხვდება ცვლილების დროს. ამ წინაღობაზე ვისაუბრებთ ოდნავ მოგვიანებით. რატო ვერ ვუსწორებთ თვალს ჩვენს ტკივილს? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს 4 ოქროს სტრატეგია. მეტია, მაგრამ 4-ზე გავჩერდები დროის ფორმატის სიმცირის გამო, მირჩენია ამ 4-ზე გავჩერდები, იმიტომ ეს 4 ყველაზე მეტად გავრცელებული. პირველი, თავის მართლობა. ჩემებურად გაправება. რომ ვიგონებ ისტორიას, სადაც ვაправებ ჩემ თავს, რის გამო არ ვცვლი ჩემს ცხოვრებას. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ვაправებ, მაგრამ ფაქტი არის, რომ მე ვაправებ. ისე რომ ჩემ თავთან ვიყო მართალი. იმაში რომ არ ვცვლი ჩემ ცხოვრებას. ეხმიანება ვინმეს? გეხმიანება. კარგი. მეორე, გაყუჩება. ჩამოთვალო? ჭამა. ალკოჰოლი. დრაგი. არა, ის ხო არის. ის გაყუჩება არა, ის გაქცევა არის. გაქცევა ცალკე დიდი არსენალი არის. მოსაწევი, დრაგი, მოსაწევი, ალკოჰოლი, ჭამა. თავარი არის ჭამა. თავარი აქ არის ჭამა. იმიტომ რომ ყველაზე იაფასიანი და ყველაზე ხელმისაწვდომი ნარკოტიკი არის კვება. მაგიტომაც გაიხარა პლასტიკურმა ქირურგიამ. იმიტომ რომ ადამიანი რომელიც აправებს რატო არის ცვლის ცხოვრებას და ჭამს, არის უხვად. იმათ არ დაელევათ კლიენტი არასდროს. გაქცევა. ნებისმიერი რამ. ვარჯიში. სექსი. შოპინგი. სკროლა, სოციმედია, რაც გინდათ. გაქცევის შინაარსი არის გადავრთო ყურადღება. მე მჭირდება გადავრთო ყურადღება, იმიტომ რომ ყურადღება რო დავიტოვო შიგნით, მაშინ ძალიან მეტკინება. რო არ მეტკინოს, აუცილებლად უნდა გადავრთო ეს ყურადღება სხვაგან. გეხმიანებათ? ადამიანის სინამდვილეში ნებისმიერი მოქმედებისგან ქმნის ადიქციას. მათ შორის სერიალების ყურებაც. უკაცრავ საჭიროებაც ხო აქვს, ამ შემთხვევაში შოპინგი, დამეხა კანცელი. არ გავხილვა, რასაც მჭირდება. ხობით. ხო არის სხვაობა გამეხა და ვიყიდე ფუნქციური. და სკროლა დაუმთავრებელი
ყიდვა და მე მალვა რომ რაღაცა შეუყვეთე. არა, თემარა ყველა არ არის მაგით შებრობა. გავიგე. თქვენი გექნება, მე ხვალ რომ ყველა არის. თქვენ ეს არა გაქვთ. თქვენ სხვა გექნებათ. თქვენ რა გაქვთ? როგორ თიშავთ ყურადღება? აჰა, სკროლ კი ბატონო. მე ხარ თქვი რომ ყველას ეხებათ. თვითონ არც ეგარ. გასალ. ოკეი. პირველი პუნქტი გექნებათ კარგად. ესე იგი უბრალოდ დააკვირდით, მე კი არ მაგობ რომ ესე არის თუ არ არის, ხო? დააკვირდით, თქვენი თქვენი მე გპირდებით რომ თქვენი ნაბორი არის უნიკალური. არავის არ აქვს ესეთი ნაბორი, როგორც გაქვთ თქვენ. მე მაქვს ჩემი ინდივიდუალური. ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური კრებული ამ სტრატეგიების. უბრალოდ დაფიქრდით. და ბოლოში განზოგადოება. ყველა მასი. მე რა უნიკალური ვარ? ყველა მასია. ეს არის განზოგადოება. ესე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ამ მედალს აქვს ორი მხარე. ერთი მხრივ ფსიქიკა ჩვენ გვიცავს. რომ არ ავფეთქდეთ. და არის მაგაში რიზონი, რატომაც ჩვევა ამას ფსიქიკა რომ ჩვენ დაგვიცვას. რომ არ გადავიწვეთ. მაგრამ მეორე მხრივ ამის გამო ჩვენ ვერ უსწორებთ თვალს სიმართლეს. და სიმართლეს რომ ვერ უსწორებთ თვალს, მაგის გამო არ ვიცვლებით. ჩვენ სიმართლეს თვალი რო გავუსწოროთ, დიდი ხანია ეს ცვლილება განხორციელებული გვექნებოდა. ისაც ჩვენ გვჭირდება და თვითონ თქვენთანაც დარწმუნებული ვარ, თავისი უნიკალური რაღაცა ჭირდება, საერთოზე არ ვლაპარაკობს ზოგად. მე მინდა შევეხოთ ცვლილების უნივერსალურ ფორმულას, მე ძალიან მიყვარს ეს ფორმულა და ვთვლი, რომ ის შესაბამება ნებისმიერი ტიპის ცვლილებას, გინდა წონაში დასაკლები, გინდა პარტნიორი მყავს გამოსასვლელი, რაც არ უნდა მქონდეს გასაკეთებელი ცხოვრებაში, ეს ფორმულა არის უნივერსალური. მე მინდა დახედოთ მარჯვენა მხარეს, იმიტომ მარჯვენა მხარე არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის წინააღმდეგობა ცვლილების. ანუ თუ რეზისტენტულობა ცვლილების. ადამიანი ბუნებით არის რეზისტენტული ცვლილების მიმართ. იმიტომ რომ ახლის შიში არის ძალიან დიდი. სიახლის შიში იმდენად დიდია, რომ ჩვენი სისტემა ხშირად შეგუებულ ჭირს არჩევს სიახლეს. მაგიტომაც არ ვიცვლებით. არა იმიტომ რომ არ გჭირდება, არ გვიფიქრია. უბრალოდ სიახლის შიში კიდევ უფრო დიდია. არ ვიცით რა ხდება და არ ვიცით, კი ბატონო. აქედან გამომდინარე, ნახეთ მარცხენა მხარეს გამტოლების არის სამი კომპონენტი. ეს სამი კომპონენტი თუ არ არის მეტი ვიდრე რეზისტენტობა, ჩვენ არ ვიცვლებით. პირველი, ჩვენ უნდა გქონდეს ხედვა. ანუ ჩვენ უნდა გქონდეს ხედვა საიდკენ მივიდეთ. კაფიო ხედვა. თუ არა გვაქვს ხედვა, ჩვენ ვერ გავინძრევით იმ ადგილიდან, საიდანაც გვინდა რომ დავიცრო. ანუ მე თუ არ ვიცი რომ თბილისიდან ვარ ჩასასვლელი ბათუმში, თუ მე ბათუმი არა მაქვს, როგორც შემდეგი წერტილი ცვლილება არ მოხდა. მეორე. მე უნდა კაფიო ხედვა მქონდეს პირველი ნაბიჯების. ანუ რა მაქვს გადასადგმელი, რა უნდა გავაკეთო. პირველი 5 მოქმედება მაინც. ანუ უნდა მქონდეს სიცხადე. იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ხედვისკენ რო გავეშვა გზაზე, რა ნაბიჯები მაქვს გადასადგმელი. ყველა შეიძლება არ ვიცოდე. მაგრამ რაღაცა რაოდენობა ზოგ სჭირდება 5, ზოგ სჭირდება 10, ზოგ სჭირდება 15. ადამიანები განსხვავებულები ვარ. ანუ ზოგში რეზისტენტობა იმდენად დიდია, იტყვის რომ მთლიანი გზა თუ არ დავინახე, მე ვერ დავიძრები აქეთ. ოკეი? და მესამე უკმაყოფილება. აი ეს ტკივილი, რომელზედაც მე ვლაპარაკობდი. ანუ ჩემში უნდა იყოს საკმარისად დაგროვილი უკმაყოფილება და ტკივილი იმისათვის, რომ მე გადავწყვიტო ცვლილება.
მაგრამ შეგახსენებთ წინა სლაიდს, ჩვენ გვაქვს ასობით სტრატეგია, რო არ ვიგრძნოთ ეს ტიპი. ასობით. დაცვითი მექანიზმები, რომელიც მათ შორის გვიცავს კარგისგანაც, მაინც დავაზუსტებ. ანუ მარტო ცუდისგან არ გვიცავს. კარგისგანაც გვიცავს. მაგიტომ ამბობ, რომ ამ მედალს აქვს ორი მხარე. ერთი მხრივ გვიცავს და მეორე მხრივ გვაზიანებს. და ჩვენ ვრჩებით ტოქსიკურ ურთიერთობაში, გაправებით, ტკივილის გაყუჩებით, 1000 რაღაცით, ოღონდაც აბრა ოჯახი დარჩეს. რამდენის გინდა. ვრჩებით ტოქსიკურ სამსახურებში, სადაც გვეზიზღება დილას მისვლა, მაგრამ მაინც ვრჩებით. ვრჩებით ქვეყანაში, სადაც ვეღარ ვსუნთქავთ. ყველაფერი ხდება ერთი და იგივე სცენარით. თუ გონიათ, რომ ამ შემთხვევაში სცენარი რამე განსხვავებულია, არა. იგივეა. მექანიზმი, ანუ პატერნი მუშავს ერთი და იგივე პრინციპით. არა. თუ კითხვა არის, რომ პირველი ნაბიჯები არის საკმარისი ცვლილებისთვის, არა. თქვენ გჭირდებათ ხედვაც, თქვენ გჭირდებათ პირველი ნაბიჯები და ძალიან უნდა მოგიჭიროთ თქვენმა ფეხსაცმელმა, რომ მოგინდეთ ამ გზაზე დადგომ. ჭაობია და მიშოვა. ნუ შეგუებულ ჭირს მაგას ვეძახი, ჭაობს, კი. ეს შეგუებული ჭირია. მაგრამ მე მოვა ჩვენი მეგობარი ესეთივე შეგუებულ ჭირში და გვეტყვის, შენი სიტუაცია რა არის? აი ჩემთან ასეგეთი დაკალი. მეტა შენი პრობლემა იმერობთ. და გამოვა მკვდარი მკვდარს ეკიდებოდა. მაგრამ რაღაცა მომენტში ხამე მოგვეშვება, იმიტომ რომ იმას ჩემზე მეტად დარხეულია დავიფიქრე. ის თუ უძეს მეცქავ. და ცოტა მალამოს წაგვისმენს. ნუ ცოტა. ასე თუ ისე წაგვისმენს. ეხლა მინდა ვისაუბრო რამოდენიმე ფაქტორზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ცვლილებისთვის. პირველ ცვლილებაში არსებობს ორი რამ. ძალიან ბევრი ადამიანი მოხვდა ამ ხაფანგში, რომელიც დადის ამ თვითგანვითარების პროგრამებში, ფსიქოთერაპიაში წლები. რატო არის ძალიან ბევრი ადამიანი მომხდარი ხაფანგში? იმიტომ რომ ჟერა, რომ გაცნობიერება არის საკმარისი. არა. გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან იწყება ყველაფერი. ანუ როცა ვიცი ყველაფერი, ვიცი რომ ტრამული ბავშვობა მქონდა. ვიცი რომ ესე ყველაზე დიაგნოზი მაქვს დასმული, ჩემზე, მეზობლებზე, ქმარზე, შულზე, ყველაფერი ვიცი. მაგრამაფერი არ იცვლება. ცოდნა არ ცვლის. არ ცვლის. ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია და გაცნობიერება პირველი ეტაპი არის, რომელსაც ქვია პატერნების ამოცნობა. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი, ასობით ადამიანთან მიწევს საუბარი, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მრავალ მხრივ, გინდა კომპანიებში და გინდა პირადად ადამიანებთან, როგორც მენტორი, უამრავი ადამიანი ჩემთან მოდის გაჭედილი აქ. ყველაფერი იცის. შუაღამეს რო გააღვიძო, ყველა ტრავმას ჩამოგითვლის. და რა? აი აქ არის ძალიან ბევრი ადამიანი გაჭედილი. იმიტომ რომ გაცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისი, მაგრამ არ არის ბო. აქ რეალურად თქვენ პროფესიონალ ფსიქოთერაპევტებზე საუბრობთ თუ აი ხა რაღაცები რომ წამოვიდა და რაღაც ყოველ დღე მწერს ვიღაცა მირჩიე ფსიქოთერაპევტი. ყოველ დღე შემომდის ეს თხოვნა. ყოველ დღე არ გადის, რო არ მკითხო. საქმეც მაგაშია, რომ მოდით მე გეტყვით, ჯერ მე მჯერა რომ ფსიქოთერაპევტის არჩევა ძალიან ინტიმური პროცესი. და ყოველთვის ურჩევ, რომ 1-3 მოძებნე, როგორც მინიმუმ და
ვიზიზე ზადი. მე გამოვცვალე ესე. და შენ შეიძლება 100 არჩიო ფსიქოთერაპევტი. მაგრამ მე მივხვდი, რომ ძალიან ბევრმა და მგონია რომ ფსიქოთერაპევტების ბევრი დათანხმდა ამას. ფსიქოთერაპია დაემსგავსა ტვერსასრუტის ფილტრების წმენდას. ჩამოფერთხვას ფილტრების. მივედი, დავიცალე, გავაგზავნე ცხოვრება ძველებურად. მე ისევ ავივსე, მოვედი, დავიცალე და გავაგზავნე ძველებურად ცხოვრება. მე არ ვამბობ, რომ ყველა აკეთებს ამას, მაგრამ განცდა მაქვს, რომ ძალიან ცოტა არის, რომელსაც გზაზე დაყავს ხალხი. ამიტომ ძალიან ვფრთხილობ, რომ ეს რჩევა მივცე ხალხს. და მგონია, რომ ადამიანმა მათ შორის არასწორი თერაპევტის არჩევაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. იმიტომ რომ როგორც არასწორ კაცს ან ქალს რო არჩევ, მე უკეთესად ხვდები, რა არის უფრო სწორი შენთვის. ხო ეგრეა? ესე არ არის? ესე არ ვსწავლობ? ამიტომ ფსიქოთერაპიაში ურჩევ, წადი, გამოცადე, ცხვირი მოიმტრიე, ან გაგიმართლებს, ან არა. ოპოდიში ეს კიდევ ვიკითხავ, მაგრამ ადამიანი რომელიც არის აქტიურ შფოთვაში. არის. ჩაგეკითხებით ეს რამეს, ან თუ არის ადამიანი აქტიურ შფოთვით მდგომარეობაში, თქვათ, თუნდაც აქვს პსიქოლოგიური შეტევები, აი ამ შემთხვევაში ეს ფსიქოთერაპევტი აჭირდება თუ ფსიქოთერაპევტი და აი და რა არის? თუ ფსიქოთერაპევტი არა, მაშინ რა ხდება? ასეთი ტიპის შფოთვთან. მე შემიძლია მარტო მე არ ვიცი სწორი და არასწორი რა არის. მე შემიძლია პირადი გამოცდილება გაგიზიარო. მოდი დავიწყებ იქიდან. მე ძალიან პატივს ვცემ ფსიქოთერაპიას და 6 წელი ვიყავი პირადად თერაპიაში. აქედან გამომდინარე, გამოვრიცხოთ აქ ჩემი დამოკიდებულება, ანუ მომწონს თუ არა თერაპია, აუცილებელია ზოგიერთ შემთხვევაში. თქვენ არის თუ? არა, განვითარების ფსიქოლოგით. და ჯენერი და ბარი ვაინჰოლდი იყო ჩემი ორი თერაპევტი. მეორე შფოთვით აშლილობის დროს ჩემი პირადი გამოცდილებით, როცა მე დროებითი მე არ მქონდა ესეთი პერმანენტული დარღვევა, მაგრამ როდესაც მქონდა ეგეთი დროებითი დარღვევა, მე ყველაზე მეტად ამეხმარა არსებობს ეგეთი ცნება უცხოეთში საქართველოში არის, რომელსაც ქვია შფოთვის კოუჩი. კი. შფოთვის კოუჩი ეს არის ადამიანი, რომელმაც თვითონ გაიარა შფოთვითი აშლილობა, გადალახა ეგ მდგომარეობა და ეხმარება სხვებს. დატრენინგებული არის სპეციალურად ქვია anxiety coach, ანუ შფოთვის coach. ყველაზე ღირებული და ოქროს საბადო. ხო, რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანთან მუშაობა ყველაზე მეტად ამეხმარა პირადად ამ საკითხთან მიმართებაში. ბევრია ეგეთი, რო დაძებნა ძალიან ბევრი. მე ვემუშავე კანადის შფოთვის ცენტრს. ამიტომ არ არის აქ ცალსახა, არც ეს არის კარგი და ეს არის ცუდი, ეგრე არ უყურებ. ყველაფერში საძებნი არის უნიკალური სარგებელი საკუთარი თავისთვის. ამიტომ მე არ მიყვარს იარლიკების დაკრობა, უბრალოდ ვამბობ, რომ ადამიანები დადიან სულ უფრო და უფრო მესმის წრეზე სიარული, მესმის ნელ-ნელა დაცინვა უკვე ფსიქოთერაპევტთან და კოუჩთან სიარულზე, ცოტა ნიჰილიზმი, რატო? იმიტომ ძალიან ცოტა ადამიანი აღწევს მდგრად შედეგებს. მაგიტო რატო არის პრობლემა და რატო არ არის მდგრადი შედეგები ასეთი პოპულარული ვორქშოპებისთვის და სემინარებისთვის, რომელიც ტარდება? 5 დღიანები, 3 დღიანები, 1 კვირიანები. რატო? იმიტომ რომ ადამიანები მოდიან უსაფრთხო სივრცეში, რაღაცა მოქმედებებს აკეთებენ. ძალიან მოწონთ ეს მოქმედება, უსაფრთხო სივრცეს რო გამოცდი, ხო, თავისთავად кайფია, ხო? ანუ ადამიანებთან გახსნილობა, რაღაცა, მე დგება იქიდან community, მე ურეკავენ ერთმანეთს, ну, მთელი ამბები არის, ხო? მეც ვიყავი ეგეთზე ძალიან ბევრზე, ჩემი პირადი გამოცდილება მოყოლით კი არ ვიცი. და ძალიან ბევრი ეგეთი მე თვითონ ჩამოვიყვანე საქართველოში. ნახეთ რა შეა პრობლემა. ერთი კვირა რო გადის, არის 2 კვირა ეიფორია და მე თუ არ დაიწყე აქტიურად გადატანა მოქმედებების ცხოვრებაში, ორ შაბათს ისე მოვა ჩვეულებრივი დღე. დაგატყდება ქმარი, შვილი, სამსახური და კუნთები ჯერ რო ახლებურად გააკეთო, ჯერ არა გაქვს.
და ცხოვრებას ხო ვერ გააჩერებ. ამიტომ რას იზრდება ჩვენი სისტემა, არსებობს ძალიან კაი ღილაკი ჩემ ტელეფონში, რომელსაც ქვია Restore Backup. აღადგინე ძველი ვერსია. დავივიწყე workshop-ი. ამიტომ ყველაფერი რაც workshop-ზე მოხდა, როგორც იმ კინოში არ იყოს, ყველაფერი რაც მოხდა ვეგასში, რჩება ვეგასში. რაც მოხდა workshop-ზე, რჩება workshop-ზე. და ორშაბათს გრძელდება ისევ ცხოვრება ძველებურად. მეტი გაცნობიერებით. სხვადასხვა მე გაცნობიერებას მოახ მეტი ტკივილი, მაინც დავაზუსტე. რაც უფრო მეტად იცი რა გჭირს და ვერაფერს ვერ ცვლი, ეს კიდევ უფრო მეტად ტკივა. ეს კიდევ გამაყუჩებელი გჭირდება. აქამდე არ იცოდი ქებაიც რა გჭირდა. კი იცოდი რაღაცა გჭირდა, მაგრამ სახელს ვერ არქმევდი. ეხლა თან სახელს არქმევ. რა უმედურებაა? სახელის ქვია და მაინც ვერ ვცვლი. სახელი რო არ იყო, უფრო ადვილი იყო. ნუ ჩემთვის პირადად. მაგრამ სახელი რო დავარქვი და ვერ ვცვლი, უფრო მტკივნეულია. შემდეგ. რაცხა პირიქით რეალები. რა არის საჭირო, რომ ცვლილება იყოს მდგრადი? ცვლილება რო იყოს მდგრადი, ამას სჭირდება განმეორებითი ქმედება. განმეორებითი და განგრძობადი. ერთადერთი რაც ცვლის ცხოვრებას არის ერთი ჩვევის გვერდზე ნელა გვერდზე სხვა ჩვევის ამოშენება. და ის ჩვევა არ იქმნება ასე. არა. ერთ კვირაში ვერ გამოსდი მაგ ჩვევას შემახსენე 24-ის. ხო იგრეა? 24 წლის ჩვევების კრებული. მე 48-ის. შესაბამისად, რაღაცას რო ავარჯიშებ 24 წელი. როგორ შეიძლება ერთ კვირაში გვერდზე დაუყენო რაღაცა, რაც ერთ კვირაში თუნდაც სადღაც შეიმუშავე, სულ გენიალური workshop-ი იყოს? ანუ აქეთ არის ნეირონული კავშირი, რომელიც არის 24 წლის. ცოტა ხნის წინ გააკეთეს კვლევა. დღეში 18 წუთი ნებისმიერი უნარი რო ავარჯიშო, 20 წელიწადში ხდები პროფესიონალი. სულ ერთია რა უნარის ამბავი. 18 წუთი დღეში. დღეში 18 წუთი კვლევა დაიდო ცოტა ხნის წინ. ანუ გიტარა 18 წუთი რო დაუკრა 20 წელიწადში უკრავ იდეალურად. იგივეა ყველაფერი იგივე. ანუ უნივერსალურად დადეს იკვლიეს მრავალ ხრივ იკვლიეს 18 წუთი. 24 წელი 48 წელი. კაი. მოკლედ მე მინდა აქვე აი ეს ილუზია დავანგრიო. რომ მეტი კურსი, მეტი workshop-ი, მეტი ტრეინინგი, მეტი პოდკასტიც კი დავაზუსტებ, მეტი წიგნი, მეტი YouTube-ს უყურე, ნიშნავს ცვლილებას დაივიწყეთ. ეს ნიშნავს მეტ ცოდნას. თითქოს გამოტივირებს. ძალიან კაია. ძალიან გეთახმები. მეც ვიყავი მანდ. ჩემი ტრეინინგების ლისტს რო შეხედო, აღარ თავდებოდა. ვიღაცა მომიჭა, მე ლევან ბახიამით აღარ მას ვიავრე, ჩემმა მე საშაო. ყველაფერი იცი. გააკეთე. გადავდით ხო? განხორციელებ. არა. აი იქ ავსტრალიაში ახალი ტრეინინგი დანერგეს. იქ უნდა წავიდე. არა, ახალ ზელანდიაში ნების უნდქო. კაი. ეხლა მინდა სულ რამოდენიმე მითზე გელაპარაკოთ, რაც არის ცვლილების გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. ესე იგი, პირველ უფრო მეტი ცოდნა უნდა მივიღო. ვინ არის ამ წერტილში? არ შემიძლია ცვლილება მეტი ცოდნა მჭირდება, ვინ ამ წერტილში? კი.
გიოცოთ. მეტი ცოდნა მჭირდება არის ხაფანგი. რატო ეძახი ხაფანგს? იმიტომ რომ თქვენ გინახიათ ზაღლი თავის კუს რო დაძდებს. აი ეგ არის. ტვინი მარწმუნებს რომ მე კიდე ერთ ტრეინინგი მჭირდება. იმიტომ რომ ტვინი кайფოს როცა მე ვსწავლობ. კაი, წავედით მაშინ თუ. кайფობს. აი. და კიდე ერთი და მნიშვნელოვანი. მეორე. ის ამყარებს ჩემი განათლებულობის იმიჯს. მე ზეგანათლებული ვარ 10 წიგან ვითარებაში. ანუ განვითარების საშვები, მაგრამ ძალიან ბევრი ვიცი მის შესახებ. შემდეგი. მე მქონდა ეგეთი შემთხვევა. 7 წელი მედიტირებდი. ეგ შემთხვევა რომ დამემართა, მე მედიტირებდი 7 წელი. 7 წელი ყოველ დღე. ერთ დღეს ავდექი, ეს მითი რომ მოუყვე, უნდა მოუყვე ამბავი. ანაირად არ ყვება. ერთ დღეს ამბავი და ავდექი და ვთქვი. მე 10 წელს მედიტირებ. აღარ მჭირდება მედიტაცია. სულ აწყოშია. ჩემმა ტვინმა დამარწმუნა, რომ მე იმდენი მედიტაცია გავაკეთე, რომ მე მედიტაცია აღარ მჭირდება. ანუ ტვინი იტყუება, აუ მატყუა ეს. ტვინი იტყუება, რომ მე რადგან პრაქტიკა ვაკეთე, სხვადასხვის იცით ხო, რომ ამაზე აწყობილი არის მაგალითად ჯიმების ბიზნესი, იცოდით? ხალხი ყიდულობს აბონემენტს და ჯერა რომ დადის დარბაზში. მე ვერ. გამიდი. არ იცოდი? თქვენ იცით რომ სინამდვილეში დარბაზში დადის აბონემენტების 10%. 90% არის აბონემენტით და ჟერა რომ დადის დარბაზში. აი როგორც მე 7 წლის თავზე შეხარ ხო? 7 წლის თავზე მე ავდექი და ვთქვი რაღა მჭირდება კაცო სკამზე მედიტაცია მე 7 წელია მე მედიტირებ და 10 წელს მედიტირებ. ქუჩაშიც რომ დგავარ მედიტირებ. ასე შევეშვი მედიტაციას მაინც დავაზუსტებ. და გადავედი იმათვის ის დარბაზის ის რო აქვს რა ქვია. შემდეგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი pitfall-ი არ ვიცი როგორ დავარქვა ალბათ. ვარდნახავ რომელიც სწავლის პროცესში გვემართება. თუ პრაქტიკა კარგად ვისწავლე, დავამუღამე. მაშინ რეალურ ცხოვრებაში ეგრევე უნდა გამომივიდეს. და თუ არ გამომდის, მაშინ ჩემი ტვინი ლოგიკურად მეუბნება რომ პრაქტიკა არ მივარგა და კიდე ერთი სემინარი მჭირდება. ახსენი მექანიზმი? ესე იგი პრაქტიკა გავაკეთე, სადღაც ვისწავლე, მაგალითად ემპათია ვისწავლე რომელიღაცა ტრეინინგზე. წავედი და ველაპარაკე ჩემ ქმარს ან ცოლს, ემპათია რა ყვახი. მე გამოვედი და ვთქვი, კიდე ერთი ემპათიის ტრეინინგი უნდა ვიყიდე. იმიტომ რომ იმ ტრეინინგზე ვერ დავამუღამე ბოლომდე, რას ნიშნავს ემპათიის კეთება. ნაცნობია? გაგივლიათ? ბატონო. რავასო პირიქით ვატრიალებ. ჩემი საყვარელი. თუ მე შევიცვლები და ის არა, მაშინ მე დავიჩაგრები. მე უნდა შევიცვალო მარტო. ის? კაი, ეს ის პოზიცია არ არის, რომ ის შესაძლებელია. ეს სხვა არის. მე არაფერი არ მაქვს შესაძლებელი, ის შესაძლებელი ეს სხვა არის. ეს სხვა მდგომარეობაა. ეს არის მე უნდა ვიარო ტრეინინგებზე მაგრამ. და ის? აბა მე თუ შევიცვალე და ის არ შეიცვალა, მაშინ ესე იგი მე ემპათიური თუ გავხდი და ის ზოლებული თუ დარჩა, მაშინ ხო მომიგო ეგომი. და ერთ-ერთი ბოლო არის დაცულ ოთახში ტრეინინგზე, ვორქშოპზე, რიტრიტზე, ეხლა ჩვენ გავწვდით უკვე ქართველები უკვე ამოვწურეთ ვორქშოპები და ისინი გადავედით რიტრიტებზე. ბალიზე გაიხსნა სახაჭაპური.
მოთხოვნა იმდენად გაიზარდა. ესე იგი თბილისის ჰაერმა ამოწურა თავის რესურსი. 10 ბალის ჰაერი ჭირდება ამას. კიდე ერთი ტრეინინგი და ბალის ჰაერი. ესე იგი ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ბედავს რეალურ ცხოვრებაში განხორციელებას. იმიტომ რომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან ხშირად ჩვენ ტრეინინგის დროს მაგალითად დავსვოდო, იყავი რა დედაჩემი მე და გელაპარაკები. თუ ველაპარაკები და ყველაფერი მუშაობს. მაგრამ დედასთან რო ვდგები, ამ ტრეინინგზე ნასწავლი ცოდნით, ვარ გაშიშები. ну максимум დედაც უნდა წაიყვანო. ხო. და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. მე მაქვს მოლოდინი, რომ პირველივე ჯერზე უნდა გამომივიდეს. არანაირი მზაობა არ მაქვს, რომ მოვსრიალდე. არადა უნდა მოვსრიალდე. არავის არ გასოს მატრიცა შეიძლება ძალიან კაი მომენტი ის ნეო რო გაბლატავდა და გადახტო მას რო აპირებს. გააქვს მატრიცა და და მატრიცაში არის ეგ მომენტი. არავის არ გამოვიდა პირველ ჯერზე. ესე ამბობენ. ზუსტად ეგრე. არავის არ გამოგდის პირველ ჯერზე. პირველ ჯერზე გამოგდის ისე, როგორც გამოგდის. მე მოდიხარ, ემზადები უკეთესად, აანალიზებ რა მარი მუშავა, მე შემდეგ ჯერზე. ისე მოსრიალდები, ისე გაანალიზე რა მარი მუშავა, ეგრე შეიძლება 10 ჯერ, 15 ჯერ დაგემართოს. არა, მე 15 ჯერ გამოგდი. არა მოლოდინი მაქვს რომ და გამომივიდეს პირველ ჯერზე. თუ არა და, მაშინ რა მჭირდება? ტრეინინგი. ალიზერით. მეგობრებო, სინამდვილეში მიზანი ჩემი ამ საუბრის არის რომ თქვენ დაინახოთ რა გჭირდება თქვენ იმისათვის რომ ის ცვლილება გამოგივიდეთ, რაც გინდათ რომ მე ხო არ ვიცი თვითონ თქვენთაგანს თავის ცვლილების საჭიროება აქვს და ისტორია აქვს. მაგრამ ეს ცვლილება რომ გამოგივიდეს, რა არის ამისთვის საჭირო ამას ყვები. და ეგ შეიძლება თქვენ თვითონ გააკეთოთ. ან სხვა მენტორთან გააკეთოთ, არანაირი პრობლემა არ არის. ან ჩემთან გააკეთოთ, ვინ როგორ გადაწყვიტავს. მაგრამ ეს არ ცვლის მოცემულობასო, ცვლილებას აქვს თავის ფორმულა. და ვინც ამ ფორმულით არ უყურებს, ჩემი აზრით განწირულია რომ იაროს წრეებს. იმიტომ რომ რეზისტენტობა არის, კი არის. და ზოგს მეტი აქვს, ზოგს ნაკლები. ზოგს მეტი ხედვა ჭირდება, მეტი პირველი ნაბიჯი ჭირდება, მეტად ჭირდება რომ ეთკინოს. მაგრამ ამ ფორმულას არ ცვლის ასე. ანუ ის არის უნივერსალური და რა გზაზეც არ უნდა იაროთ, თქვენ ამ ფორმულას ვერ აცდებით. იმიტომ რომ ყველა ის სვლადი, რაც ამ ფორმულაში არის, ცვლილების სვლადები. რატო არის, რატო გონიათ, იმდენად რთული არის ცვლილება, რომ მენეჯმენტის თეორიაში ცვლილების მენეჯმენტს ასწავლიან ცალკე. არის ცალკე. და ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მენეჯერები არიან ცვლილების მენეჯერები. ყველაზე მეტ ფულს უხდიან ამ ხალხს, რატო? იმიტომ რომ რთულია. და change management, ანუ ცვლილების მენეჯმენტი არის ყველაზე რთული, აი, ხო არის პირველი ლიგა, მეორე ლიგა, უმაღლესი ლიგა. ცვლილების მენეჯმენტი არის უმაღლესი ლიგა. იქ არიან ყველაზე ძვირად ღირებული მენეჯერები. ცვლილების მენეჯერები არიან ყველაზე ძვირად ღირებული მენეჯერები. იმიტომ რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური, იმიტომ რომ ადამიანს აქვს ბუნებრივი რეზისტენტობა ცვლილებასთან. სულ რომ მისთვის იდეალური იყოს. სულ რომ მის ცხოვრებას აუმჯობესებდეს, ეს რეზისტენტობა არის და არის მაღალი. და თუ არასწორი პირველი ნაბიჯები, ან არასწორი ხედვა, ან არასწორი სიმართლესთან თვალის გასწორება მოხდა, არ მოხდება ცვლილება, ის ჩავარდება. და ყოველ ჯერზე, როცა ჩავარდებით ცვლილებაში, ყოველი შემდეგი ჯერი უფრო რთული გასაკეთებელი იქნება. იმიტომ რომ იქნება ცვლილების ნეგატიური გამოცდილება. და ნეგატიური გამოცდილება თავდაცვის სისტემას კიდევ უფრო მეტად აქტიურებს და დაეტიე შენადგილას.
ამიტომ ჩემი აზრით ცვლილების აგენტი, მე ვეძახი ცვლილების აგენტს. ცვლილების აგენტი, ანუ მენტორი, აირჩიეთ ბრძნულად, იცოდეთ, რას ეძებ, რას უნდა ეძებო. ანუ რა არის საძებნელი მენტორში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მე თითოეული ადამიანი, რომელიც ყოველდღე მწერს, რომ წლები დავდივარ აქ, წლები დავდივარ იქ, ყოველდღე მწერს. აღარ ვიზახი, რამდენი ფული დაიხარჯა ამაში, რამდენი დრო დაიხარჯა ამაში, რამდენი ენერგია დაიხარჯა ამაში, რამდენი ემოცია დაიხარჯა. ოკეი? ეხლა მინდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა მოგცეთ, რომელიც კავშირში არის ცვლილებასთან. პირველ, ცვლილება იწყება მაშინ, როდესაც მე ვიწყებ ჩემი ავტომატური რეაქციების შემჩნევას. შემჩნევით იწყება. სულ მეკითხები, უნდა ვიმედიტირო? აბა მაყურებელი თუ არ ყავს, გამოღვიძებული, დატრეინინგებული, ვინ შეამჩნევს? მე საერთოდ არ უყურებ მედიტაციას, არც როგორც რაღაცა დასავლური თუ აღმოსავლური თუ ასე. ჩემთვის მედიტაცია არის ჩვეულებრივი ყურადღების ვარჯიში. იმიტომ რომ მე იქ ვარ, სადაც ჩემი ყურადღებაა. მე თუ ვზივარ ოფისში და ვფიქრობ დივას როგორ დამისკეს ყავა, სად ვარ ოფისში თუ დივაში? დივაში. მე ერთი ადგილი მიდევს ოფისში. მაგრამ იქ არა ვარ. მე იქ ვარ, სადაც ჩემი ყურადღებაა. ამიტომ ყურადღების ვარჯიში, ყურადღება გავარჯიშებული თუ არ არის, ვერაფერს ვერ შეცვლით საერთოდ. შეუძლებელი. ყურადღება არის პირველი, იმიტომ რომ ყურადღება არის ის, რაც შეგამჩნევინებთ თქვენ ავტომატურ ჩვევებს და რეაქციებს. არა გაქვთ ყურადღება, არა გაქვთ ბინოკლი. ბოდიში. ავტოპილოტი გააგრძელებს თავის საქმეს. შემდეგი. აი ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. რატომ უბრუნდები ძველ რეაქციებს მაშინაც კი, როცა ყველაფერი უკვე მესმის, გავაცნობიერე, საბავშვო ტრავმა, ყველაფერი ვიცი. იმიტომ რომ არ ვიცი პაუზის კეთება. არ ვიცი პაუზა, ერთადერთი დარბივარ, სულ ვიმეორებ, გაჩერდი, არაფერი არ ქნა. იმიტომ რომ ჩემი სიტყვები არ არის, ჩემი ერთ-ერთი მენტორის სიტყვებია, იმპულს და რეაქცია შორის არის სივსე, სადაც ჩნდება ჩემი თავისუფლება. არ იცი პაუზის გაკეთება, ხარ ავტომატური რეაქციის ხელში. დამთავრდა. გაწერილი პროგრამა, ამან ასე შემომხედა, მე ის უნდა უპასუხო, ეს ესე მიპასუხებს, მე ესე შევეპასუხები და ბოლოს მინდა შვილთან სიყვარული და გამომდის რა? ძალადობა. არა გენაცვალე, რომ ზიხარ მედიტაციაში და ყველაფერი რო გინდება, ფეხი მოიფხანო, იმას მოусმინო ასე და ზიხარ და აკვირდები ამ შენი იმპულსებს და აკვირდები მაგ მედიტაციაში, რისთვის ზიხარო, იმ იმპულსმა აღარ გაგიტაცოს. მაგისთვის ზიხარი მედიტაციაში. რომ იმ იმპულსს დააკვირდე რეაქციის გარეშე, იმიტომ ის მოვა ესე კაუჩით აქედან, იქედან, ხმა, სხეული, ის ასე მოვა ყველა მხრიდან, მოვა და შერაშვები არაფერს. და ეს იმპულსები სულ გვაქვს. მაინც გეტყვით. ექიმი არა ვარ, მაგრამ გამიმეორებ. ადამიანს აქვს 40,000 იმპულსი ყოველ წამს. სხეულში. იქიდან რამდენს მომჩვენ, სხვა საკითხია, მაგრამ სამედიცინოდ დამტკიცებული 40,000 იმპულსი არის ყოველ წამს სხეულში. რა ვარია? არ უპასუხო ამ იმპულსებს და შეანელო. თქვა იცი რა? უნდა მოვიფიქრო.
გაცდე იმ იმიჯს, რომ მე ვარ ყოვლის შემძლე და ყოვლის ჭკვიანი და მე ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი. არ ვიცი. ის გეტყვის, როგორ არ ვიცი? შენ ხო ყველაფერი იცი. ჭირდება დრო. უნდა დაფიქრდე. იმიტომ რომ თავდაცვის სისტემა ჯერა რომ ის არის კონკურენციაში სხვასთან და უნდა დაასწროს მას. ანუ მე თუ არ გავუკეთეს, მე მივიღებ ამას. ასე ქმნით ძალადობას და წამებას ჩვენ ცხოვრებაში. შემდეგი. არა, ეგეთ ხალხთან ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ერთი ყველაზე მთავარი რაღაცა, უბრუნდები კითხვას, რომელიც მოგიყევით. მენტორმა რო დამისვა. საშა, ჩამოყალიბდი რა გინდა? იყო მართალი თუ ბედნიერი? სიამოვნებაში მან ჩემს ცხოვრებაში პირველად გაჩნდა ეგეთი რაღაცა, რომელსაც ქვია განზრახვა. რა შეს განზრახვა? მე ზუსტად ვჯდები და ჩემ თავს ვახსენებ ყოველ ჯერზე. იმიტომ რომ ყოველ ჯერზე არ მახსოვს. მაინც დავაზუსტებ. ავტომატურად მე ეს არ მახსოვს. მე სანამ ჩემ შვილთან შევდივარ კომუნიკაციაში, ჯდები 1 წუთი და ვიხსენებ რა მინდა ჩემ შვილთან. სიყვარული მინდა, კავშირი მინდა, ზრუნვა მინდა, რა მინდა. იმიტომ რომ ეს თუ არ შევქმენი, მაშინ რა მინდა? იყო მართალი, ავტორიტეტული, მამა, ყოვლის შემძლე, ყოვლის ცოდნე. აი მინდა ავტომატურად. ხოდა როგორია დღეს მაგის გარშე ცხოვრება? რა 1 წუთით მეტი მჭირდება. და არ გენატრებათ აი ეს პერიოდი. მე ხა წიგნიდან გამომდინარე გეკითხებ. შეიძლება. გავიარე ის პერიოდი, აღარ მენატრება. ვითამაშე ეგ თამაში უკვე. საკმარის. აი წარმატების მწვერვალი და მე იქიდან დაღმასვლა ეს არა ნოსტალგია არ არის მონათრება. დრამაკლია ეხლა რა. ხო, რა მაკლია? რა ვიცი. მე ამითიც სამმართველი ვარ რაც მაქვს. მადლი. მადლობა. და ისევ და ისევ განზრახვა მიმეორებ და ეს არის უნარი განზრახვის გენერირების. გენერირება ზოგს გონია რომ მე განზრახვა შევქმენი და დავიგინე რომ ცხოვრების ბოლომდე მასე იქნება. არა, ესე არ მუშაობს განზრახვა. განზრახვა მუშაობს მაშინ, როცა მე ადამიანთან სანამ შევედი კომუნიკაციაში, ზუსტად ვკითხე ჩემ თავს ამ ადამიანთან რას ვქნი. რისი შექმნა მინდა? იმიტომ სხვანაირად მე ვარ მართალი. მე ვარ საშა მართალი. და ერთი რაღაცა მინდა დაგიზუსტოთ. 14 წელია მე ამ გზაზე ვარ და ღილაკი რო გამოვრთო საშა მართალი ვერ ვიპოვე. მივხვდით რა ვთქვი ხა? ეს არ ითიშება. არასდროს. უბრალოდ შეხტები მასზე ჭკვიანი, მასზე სწრაფი, მასზე ცნობიერი. მაგრამ ის ძალიან სწრაფია. ანუ მე უნდა ვიყო ფორმაში, რომ იმაზე სწრაფი აღმოჩნდე. ამისთვის ვარჯიშია საჭირო. იმიტომ რომ ეს ავტომატური თვითგადარჩენის სისტემა არის სწრაფი. ძალიან სწრაფი. თუმცა ეხლა ზაღლი რო გამომეკიდოს აქ, არ გამახსენდება რასაც ვსწავლობდი 12 წელი, მაინც დავაზუსტოთ 14. ჩამერთვება ჩემი ლიმბური სისტემა და გავიქცევი ჩვეულებრივად. მაგრამ დანარჩენ შემთხვევებში ეგრე ხო არ არის, არა? მე მაგ არჩევა. ესე იგი, მინდა კიდევ ერთხელ ჩამოვთვალო რა ჭირდება ცვლილებას. ახალი ფიქრები. იმიტომ რომ ჩვეული ფიქრებს მოაქვს ჩვეული რა? არა, ჩვეული ემოციები. არა, ჩვეულ ფიქრებს ჯერ მოაქვს ჩვეული ემოციები. და ჩვეულ ემოციებს მოსდევს ჩვეული იმპულსი როგორ მოვიქცე. მე გავაკეთებ ისევ ძველებურად და მივიღებ იგივე შედეგს და აინშტაინის განმარტებით ვიქნები ვინ? გიჟი.
რატო? განამოქმედების გამო, მოლოდინის გამო. მოქმედების გამო არა ვარ გიჟი. მე გიჟი ვარ, იმიტომ რომ ვაკეთებ იგივეს და მაქვს სხვა რაღაცის მოლოდინი. ამაშია სიგიჟე. იმიტომ რომ ერთი და იგივე მოქმედება ბადებს ერთ და იგივე შედეგს. ეხა მინდა მაინც უთხრა, ვინც ეძალიანება თავის ცვლილებას. რა ფასი გიჯდებათ ეგ? ვის უზალიანდება თავის ცვლილებას? პირველ რიგში ის გაცლის ენერგიას. იმიტომ რომ გლის გფიტავს და გიქვეითებს თვით შეფასებას. იმიტომ რომ რეზისტენტობას ცვლილების უნდა ბევრი ენერგია და ის გართმევთ სასიცოცხლო ენერგიას. ანუ ის ენერგია, რომელიც უნდა წავიდეს შემოქმედებაში, საკუთარი ცხოვრების, იხარჯება რაში? წინააღმდეგობაში. არის და სასიცოცხლო ენერგია არის ერთადერთი ჭეშმარიტი ვალუტა, რომელიც გაგაჩნიათ და მიჯერეთ. როგორც მე, როგორც ყველა ადამიანს ერთადერთი ვალუტა, რომელიც აქვს, არის ენერგია. ყველაფერი არის ენერგია. ენერგია თუ არა მაქვს, გინდა ვერ ავდგები. ეს ენერგია მიდის, ენერგია მიდის მაგალითად საკუთარი თავის გამართლებაში. როცა ვიმართლებ ჩემ თავს და მაინც ვიწევ გემო გაქვს პირში, რომ იმართლებ შენ თავს. ვერ ატყუებ მაინც სადღაც. იცი რომ იტყუებ. ეხლა მე მინდა ამ სიმპტომების ლისტს შეხედოთ, რომელიც დაგირიგეთ, მოვიდა ამის დროც. და მონიშნოთ ის სიმპტომები, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ. ერთი წუთი ავიღოთ სიმპტომების დასაიდენტიფიცირება. სოფიკო, რისი QR კოდია ბოლოში? არ წერს. არა, თვალით შეათვალიერე და. ოკეი. ეხლა მაინტერესებს. რამდენი არის დარბაზში, აწიეთ ხელი, თუ იპოვეთ ვთქვათ 5 ან მეტი სიმპტომი. ოკეი. 5 ან მეტი, ოკეი. მადლობა. 3-დან 5-მდე. ოკეი. 1-დან 3-მდე. ოკეი. მეგობრებო, თუ ამ სიმპტომებიდან 2 მაინც გეხმიანებათ, თქვენთვის გადატვირთვის პროცესი იქნება სასარგებლო. სასარგებლო. ხო. ეხლა მე მინდა ეს რაღაცას შევეხო. ეს თქვენია, შეგიძლია წაიღოთ ეს სიმპტომები, მე ღამეს დაათვალიეროთ. შეიძლება ღამე მეტი იპოვოთ. ეხლა მე მინდა მეგობრებო, ერთი მთავარი შევკრა ყველაფერი, რაც აქამდე ვილაპარაკე. თუ თქვენ გინდათ ცვლილება, თქვენ გჭირდებათ განმეორებითი ქმედებების პროცესი. ანუ თქვენ გჭირდებათ ცვლილების ჯიმი.
ანუ არა workshop-ი, არაფერი არ ჭირს workshop-ს და seminars. Workshops და seminars თუ გადააბავ gyms, მაშინ პრობლემა არა. მაგრამ workshop-ი და seminari რო გაიარო და gym-ი არ მოვაყოლოთ, მე გპირდები რომ თქვენ ამ workshop-იდან ერთ თვეში არაფერი აღარ გექნით. თუ არ გადაიტანეთ. დიახ. სუგიალია, იქნება ზიანი ინვესტმენტ pomoqetas. ანუ სულ აპრიორი კარგი არის? არა, აპრიორი მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. გადატვირთვა არის პროცესი. მე მოუყვები გადატვირთვაზე, რაც არის. მეგობრებო, ჯერ სანამ გადატვირთვაზე გადავალ, პირველ რიგში თქვენ შეგიძლიათ ეს პროცესი, თუ საკმარისი დისციპლინა და ცოდნა გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ ეს პროცესი მარტომაც გაიაროთ. პრობლემა არა. ანუ თუ თქვენ შეგიძლიათ განმეორებითი ახალი ქმედების დისციპლინა დაიმკვიდროთ. თუ თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავს უკავშირი მიცეთ. თუ თქვენ შეგიძლიათ ჯიმში ტრენერის გარეშე იყოთ, პრობლემა არ არის. თქვენ ცვლილება მარტოს გამოგივათ. მაგრამ თუ გჭირდება ტრენერი, არსებობს სხვადასხვა ტრენერი, რომელსაც აქვს სხვადასხვა მიდგომა. ხო, როგორც ჯიმში მივიდივარ, სხვადასხვა ტრენერია. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. არა მაქვს პრეტენზია, რომ არც საუკეთესო ვარ, არც ასეთი ვარ, არც ასეთი, უბრალოდ მე მაქვს ჩემი მიდგომა, როგორ ვაკეთებ ამ პროცესს და შესაბამისად ყველაფერი ლოგიკები, რაც ამ პროცესის უკან იყო, მე ყველაფერი გაგიზიარებ. ანუ ლოგიკა რაც დევს ამ პროცესის უკან გაგიზიარებ, იმისთვის რომ თქვენ თუ დაგჭირდათ, თქვენ თვითონ გააკეთეთ ეგ. პრობლემა არა. მაგრამ თუ გჭირდება დახმარება, შეიძლება მე ვიყო თქვენთვის სასარგებლო, შეიძლება არ ვიყო. ანუ ამაზე გარანტია 100% რომ მე ვიქნები შენთვის სასარგებლო თუ არა, მე არ მაქვს. ეს უფრო ვენდობი შენ ინტუიციას, იმიტომ ჩვენ ადამიანები ვრეზონირებთ ერთმანეთთან. ვიღაცა ირეზონირებს შენთან, ხო, ვიღაცა ირეზონირებს სხვასთან. და ჩემ არს გეტყვი, თქვენ უნდა წახვიდეთ იქ, თუ გსურთ ეს გზა იაროთ. თქვენ უნდა წახვიდეთ იქ, ვისთანაც რეზონირებთ. ეს არის შინაგანი შეგრძნება, რომ კი, მე ამ ადამიანთან ამ გზის გავლა მინდა. აი ეს არის რეზონანსი. ანუ შენი შინაგანი ხმა როცა გეუბნება, რომ კი, მე ვენდობი ამ ადამიანს და მინდა მასთან ერთად ეს პროცესი გავიარო. როგორც ექიმი. მე ხო რაღაცა გზნობა მაქვს, რომელ ექიმთან კი გავიკითხავ, მაგრამ ბოლო-ბოლო მე ხო ჩემი გამოცდილებით ვიწყებ ექიმთან სიარულს. ხო, ნდობა, გამოცდილება, რაღაც შინაგანი განწყობა, კეთილგანწყობა, მინდა ადამიანთან ეგ პროცესი ვიარო, არ მინდა ეს პროცესი ვიარო. ამიტომ ვერავინ ვერ გადაწყვიტავს ამას თქვენს მაგივრად. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. საერთოდ გინდათ თუ არა ეს პროცესი? გინდათ თუ არა რომ ეს პროცესი საერთოდ ვინმესთან იაროთ, ხო შეიძლება გადაწყვიტო რა, მე თვითონ ვიზავ. ოკეი. ჯიმში ვინმე გაძლევს ტრენერი აიყვანო? არა. შეგიძლია ჯიმში იარო, შენ თვითონ ივარჯიშო. ან ჯიბეში კონდეს რა? აბონემენტი. და გეგონოს რომ იცვლები. შეიძლება არაფერსაც არ იცვლები, აგროვებ ცოდნას ცვლილების შესახებ. ეგ არის სხვაობა. ამიტომ მეგობრებო, მე ძალიან მოკლედ ვიცი რომ მე მოკლე სპიჩები არ გამომდის, ყურაში რო შევდივარ რაღაცა, უბრალოდ ბოლო 5 წუთს მოგიყვებით როგორ ვაკეთებ გადატვირთვას მე პირადად. ჩემ შემადგენლობაში. თუმცა გადატვირთვა როგორც ცვლილების პროცესი არ არის ერთადერთი სამყაროში ბუნებრივია. არსებობს ბევრი სხვა პროცესი. და მე გირჩევთ რომ აირჩიოთ ის, რომელიც გეხმიანებათ ყველაზე მეტად. გასაგებია? ოკეი. ეხლა მე მინდა კურიკულუმზე გელაპარაკოთ, სულ არის 3 თვე ნახევარი პროცესი. 3 თვე ნახევარი რატო? ანუ სულ ჯამში არის 14 კვირა პროცესი. იმიტომ რომ 14 კვირა არის საკმარისი ახალი ჩვევების გამომუშავებისთვის. და ადამიანი, რომელიც ყოველდღე ახალ მოქმედებას აკეთებს 3 თვეში საკმარის რაზგონს ჩემენაზე ჟარგონულად რომ ვთქვათ, იღებს რომ მე ეს გზა გააგრძელოს თვითონ.
ანუ ჩემი ამოცანა არის რომ შევაჩვიო ყოველ დღე აკეთოს ახალი მოქმედება და ყველაზე მთავარი მიიღოს უკავშირი ჩემგან, ჯგუფისგან, მთელი გუნდი ვართ, გააზიაროს ხალხში, იმიტომ რომ ჩვენ 30 კაციანი ჯგუფი გვყავს გადატვირთვაზე, ადამიანებთან გაზიარება არის ერთადერთი გზა, როგორ იყურნება მაგალითად სირცხვილი. ან მაგალითად სხვაში რომ ჩემი თავი დავინახო, ან სხვამ რომ ჩემ თავში თავის თავი დაინახო. ანუ შეკავშირება ხდება ადამიანების, რაც ინდივიდუალურ პროცესებში არ ხდება. არც ინდივიდუალურ თერაპიაში, არც კოუჩინგში, არც ინდივიდუალურში ეს არ ხდება. თემები არის ძალიან საინტერესო ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დედის, მამის და პარტნიორების და მე საკუთარი თავის პატიების პროცესები, ამას არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის წარსულთან დაკავშირებით. ჩვენ ვიწყებთ შეგნებულად წარსულიდან, იმიტომ რომ ყველას დავათრევთ ტვირთს ჩემოდნებს წარსულიდან. და შესაბამისად წარსული ჩემოდნებისგან ჩახსნა არის პირველი თვის ამოცანა. მეორე თვის ამოცანა არის სამი პერსონაჟის დამეგობრება. ეს პერსონაჟი არის ბავშვი, შობელი და ზდასრული. ანუ სამი შინაგანი პერსონაჟი, რომ ამ პერსონაჟებისგან შევკრათ გუნდი, შინაგანი გუნდი, რომელიც უნდა მეგობრობდნენ, ელაპარაკონ ერთმანეთს და გაუგონ ერთმანეთს. იმიტომ რომ ბავშვი ბევრს ყავს კაბუტული, აწყენი, დაკარგული. შობელი არის ძალიან დესტრუქციული, ძალიან გამსჯელი, ძალიან ცივი. და ზდასრული ზოგს ყავს ძალიან აკონტროლებელი, ერთი უკიდურესობა, აი კონტროლი ვერაფერს ვერ გაუშვებ ხელიდან, ეგეთი ზდასრულები ყავთ, ან მეორე შემთხვევაში არის მსხვერპლი. აი ორი უკიდურესობა, კონტროლი და მსხვერპლობა. და ჩვენ მაგისმაგერად რაღაცა სხვას გამოსდას ვაკეთებთ შიგნით. და მესამე თვე, როდესაც უკვე აწყო და წარსული დავალაგეთ, მესამე თვეში მუშაობთ საბაზისო საკითხებზე. როგორი უსაფრთხოება მინდა შექმნას ცხოვრებაში, როგორი ურთიერთობები მინდა გქონდეს ცხოვრებაში, როგორი თვითრეალიზაცია და ბოლოს რა მისიით, ხედვით და ფასეულობებით მინდა რომ ვიცხოვრო. აი ეს პროცესი. ჯგუფური ძალიან სახალისო, ჩვენ მაგას ვაკეთებთ ძალიან დიდი ხალისით და შესაბამისად მინდა ვთქვა ერთი რამ. ჩვენ ეს პროცესი გავაკეთეთ ვატესტირეთ ჯერ კორპორატიულ სამყაროში კაიხანი, სხვადასხვა, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მე მარტო კომპანიებთან მუშაობდი ბევრი წელი და საცალო ბაზარზე გამოვედით პირველად. პოდკასტი რო გახდა პოპულარული და მოთხოვნა რო გაჩნდა ხალხი რომ წერდა როგორ გემუშაო, მე შევქმნით ეს. მაგრამ ეს წლებია უკვე, თუმცა პირველი ნაკადი ამ გადატვირთვის მორჩა და დეკემბერში დავამთავრეთ. მეორე ნაკადი იქნება იწყება 30 მარტს და დამთავრდება 30 ივნისს. შესაბამისად ეს 3 თვე ნახევარი იქნება ეს პროცესი. ეს პროცესი არის ჯგუფური, ისევ შეგახსენებთ. რეალურად არის ორშაბათობით შეხვედრები, ყოველ ორშაბათს 7-დან 9-მდე, დანარჩენს დავალებებს ყველა ანაწილებს დროს თვითონ. ან ზოგი აკეთებს დივაობით, ზოგი აკეთებს საღამოს, ზოგი აკეთებს დღისით, მაგრამ ორშაბათობით ვიკრიბებით ყოველთვის 7-დან 9-მდე. ან Zoom-ში, ან ცოცხლად. რამოდენიმე შეხვედრა არის Zoom-ში, რამოდენიმე შეხვედრა არის ცოცხლად. მაგრამ WhatsApp-ში ხდება სასწაული, იმიტომ რომ სულ გაზიარებები ხდება და მარათონია, ანუ სულ ვაზიარებთ, სვლით, უფიდბეკებთ, უკავშირს ვაძლევთ ბოდიში. მოკლედ, აი ესეთი ცოცხალი პროცესია და შესაბამისად, თუ თქვენ თუ ეს პროცესი გეხმიანებათ და თვლით, რომ თქვენთვის შეიძლება იყოს საინტერესო, ამ პროცესზე მე გასაუბრების გარეშე მაინც არ ვიღებ ადამიანებს, აგერ არის QR კოდი. მაშინ თქვენ შეძლებთ დაჯავშდოთ ზარი ჩემთან ინდივიდუალური. მე გავივლი თქვენ სიტუაციას, იმიტომ რომ აქ მე ამ ფორმატში ბუნებრივია ვერ გავივლიდი ამას. გავივლი თქვენ სიტუაციას და დავწმუნდები,
რომ ეს პროცესი შეიძლება დაგეხმაროთ თუ ვერ დაგეხმარებათ, იმიტომ რომ თუ მოლოდინი არის რაღაცა ესეთი სავარაუდოდ ვერ დაგეხმარებათ, იმიტომ რომ მაინც 3 თვენახევარია ინტენსიურია გასაგებიც. შეიძლება ასევე საუბრის დროს თქვენს არ დაკლიკოთ რა ჩემთან, ხა ერთია რომ აქ public speaker-ად მიყუროთ და ასე შემდეგი, მეორე საკითხი არის ინდივიდუალურად ადამიანს რო ელაპარაკები, შენ სიტუაციას უყვები, უკავშირს ისმენ. ინტუიცია უფრო არ ნახობს. ეს ჩემთვის არის თუ არ არის ჩემთვის. ამიტომ რეალურად თუ მოგინდებათ ამ QR კოდით თქვენ შეძლებთ რეგისტრაციას ჩემ პროცესში, ჩემ საავტორო პროცესში. თუმცა ყველაფერი რაც გაგიზიარეთ, ყველა ის პრინციპი, რომელიც მე გამოვიყენე, რომ ეს პროგრამა შემექმნა, არის უნივერსალური. და თქვენს თუ სხვა მენტორს აირჩევთ, როგორც მინიმუმ გეცოდინებათ, რა მოთხოვოთ. მე გისურვებთ კარგ ცვლილებას ცხოვრებაში. ეხლა თუ კითხვები არის, შეგვიძლია დავსვათ ერთი 10-15 თუ არ დაიღალეთ. თუ დაიღალეთ, ოკეი არის, დავიშალოთ. ჩემთვის გადატვირთვა არის მუდმივი პროცესი. ანუ მე მაგას მუდმივად ვაკეთებ, მე პირდაპირ გეტყვი, რომ მე აი მაგალითად რა თემებიც არის გადატვირთვაში, მე პერმანენტულად წელიწადში ხომ მინიმუმ ვაკეთებ ჩემ თავთან. ანუ ეს ჩემთვის არის როგორც გენერალური უბორკა. ყოველთვის ვაპოვო რაღაც ახალს. კი, მაგრამ ის ნახე კრიტიკული ნაწილი ნაგვის დამუშავებული მაქვს. შეიძლება რაღაც ნარჩენები იყოს, ის ნარჩენები დროთა განმავლობაში მე ამომაქვს რა, ამ ცხოვრება იმ ნარჩენებს ყველაზე მთავარი რა არის, გადატვირთვა გეხმარება, რომ მინიმუმ 70-80% ნაგვის რაც გაქვს, გამოგატანინოს. და მე შენი ამოცანა არის, რომ ისეთი რუტინით იცხოვრო, რომ ამ ნაგავს აღარ იგროვებდე, თორე თუ არაფერი არ შეცვალე, ამ გადატვირთვის მერე, ერთ წელიწადში ისე ცვალს იქნება ნაგვით. ამიტომ მუღამი გადატვირთვის არის ორი. პირველი, გაიტანო, ანუ გაატანინო იმ ნაგროვ ნაგავს და მეორე, ისწავლო რუტინები, რომელიც დაგეხმარება, რომ ის ნაგავი აღარ დაიგროვო. აი ტვერი რო გადაწმინდო რაღაცა მიავაგო და აღარ დაგჭირდეს იმ პლასტების დაგროვება, რომ მე ისევ ასხა გენერალური უბორკები ჭირდებოდეს. აი ეგრე პრინციპი. კი ბატონო, მიკროფონი არ ვინა? იყოს, ისამერჩა. კაი. ერთი მაინტერესებს, საინტერესო რომ ამბობთ, რომ ჯდები 2 წუთი სიტყვაზე ჩაგფასო გიხები რა და ამოწესებასგან უნდა ამ ადამიანს. მაგას ყოველწლიურად მოყვა უკავშირი და როგორ შეიძლება მე მინდოდეს რაღაც კონკრეტული მისიით მივიდა ჩაიშულთან სიტყვაზე რა მინდა სიყვარული მინდა, მაგრამ მისგან უკავშირი სხვა იყოს. მე ხო აუცილებლად ვერ მივიღებ იმას, რასაც კითხვაში. შენ მიხოთ თუ გაცემა გინდა დაზუსტი. გაცემა მინდა, მაგრამ იმას ხო ვერ მივიღებ. გაცემა გინდა თუ მიღება ჩამოყალიბდი. მაგაში არის საქმე, რომ შენ ჯერ ჩამოყალიბდი რა გინდა. ანუ მაშინ მეორე კითხვასაც დაგისვა. არის აქ კითხვებში თუ 10+ გვაქვს, ყოველ გადადოთ თუ Windows გვაქვს გადასაწყვეტი. ძალიან კარგი კითხვა. სინამდვილეში ცირა ამაზე მე არ მიმაჩნია, რომ ამაზე სერიოზული პროცესი არის საჭირო, მაგრამ ჩვენ უკვე პირველი გადატვირთვის ჯგუფის თხოვნით შევქმნით კომუნიკაციის უნარების დახვეწის პროგრამა. მეორე. და რაღაცა რაოდენობა ადამიანების მის დაამთავრა გადატვირთვას აღარ გადის, ეს დასრულებული პროცესია, მაგრამ გთხოვეს აი თქვენ რო გაქვთ არა ტრეინინგი არ ხო, ახალი ტრეინინგი კაი. ჩვენ გთხოვეს კონკრეტული, იმიტომ რომ ჩვენ იმპათიურ მოსმენას რო ვასწავლით პარალელურად გადატვირთვასთან, ისე მოეწონა რამოდენიმე მონაწილეს, რომ გთხოვესო დამატებითად ეგ სკილი გაგვივითარებთ. თვითონ პასუხი იმას, რომ გადატვირთვას გაგრძელება ჭირდება არა. მაგრამ ერთადერთი მე ვაპირებ მომავალში ნახევარდღიანი
ექსპრეს გადატვირთვის გაკეთება, სადაც იცი რას მოიტან? აი რაღაცასთან უთანხმოება გაქვს. შემოაგდებ 3 საათი იმუშავებ, ამ თემას მოვხლებავ და წახვალ. აი ესეთი მარტივი 3 საათიანი თერაპიული აი სადაც კი ახლა შევაპირე ხონს. პირველში მადლობა რაღაცამ რეზუმირებ და ეხლა ჩემ ესეთი პრობლემები შეხვდა დიდი მადლიერება მაქვს. ჩემ კითხვა ეხება რას ან მარტო თქვენ არცის უბრალოდ მინტორი თუ არცის როგორ ხომ ამ პროცესში თუ სხვაც არის ჩართული და ასევე როგორც ფსიქოთერაპევტი რო შეხვდება ყოველთვის რაღაც თერაპიული ხასიათის არის. მაინტერესებს ეს პროცესები როგორ ის კონკრეტულად როგორც თუ ვაკეთებ და საერთოდ დაახლოებით პროცესი ერთი დრო აღწეროთ. ძალიან კაი კითხვა. მოდი ეს რაღაცას ვიტყვი. ესეთი მე მაგ დაჯერება რომ მე არავის არ ვახინიგებ საერთოდ. ხო, მე ადამიანი ახინიგებს თავის თავს. ანუ თვითონ ყურავს თავის თავს, უბრალოდ მე შესაბამის სივრცეს უქმნი. ხო, ნუ სივრცეს უქმნი, უსაფრთხო სივრცეს უქმნი თვითონ გააკეთო შე. მეორე, მაგალითად, ერთი დღე რო აგიხსენოთ აი მაგალითად ერთი დღე, რომ ერთი დღე არის, როდესაც თქვენ დავალება, აი 70 დავალებიდან ერთ-ერთი არის ეგეთი. რომ მთელი დღის მანძილზე რაც უნდა ხდებოდეს შენ ცხოვრებაში, გამოერო შენ თავს, რომ ეს შექმნები მე. ეს შექმნები მე. და მე გაზიარება როგორი არის, როცა ყოველ ჯერზე ეუბნები შენ თავს, რომ მე ვარ ამის შემოქმედი. ლიტი არ მოვიდა გაფუჭდა, მე შექმნილი. დედაჩემმა დამირეკა, და საერთოდ არ მითხრა, რომ გუშინ მივიტანე რაღაცა და არ დამაფარს. ესეც მე შექმნილი. და საერთოდ რას ნიშნავს გზნობდე თავს შენი ცხოვრების შემოქმედად. კი პასუხი? ეგეც 70. კიდე გითხები? მე მაქვს ზოგადად აი თუ ახსენეთ რომ განმეორებითი ხომ ახსენეთ რომ განმეორებითი ქმედება არის ყველა ერთ-ერთი გადამწყვეტი საფუძველი თვითსწორება ხომ და დაიწყო მაგრამ თვითონ აი დისციპლინა რეალურად იგივეა ხო არ რამე ხო დისციპლინა როგორ ჩამოყალიბოთ მას შესახებ შევათუ შეგიძლიათ კი მეორე თვის მეოთხე კვირა ბოლოს ამიჯანყდა ყველა ქალი რომ ამიტანი მასკულინურად ექცევი შენ დისციპლინას მაგრამ საბოლოო ძალიან ბევრისთვის ეს აღმოჩნდა კულმინაციური როცა შექმნილი დისციპლინა მათ შორის დღის გეგმა და დღის გეგმის შეჯამება როგორც რუტინები როცა შემოვიტანეთ ეგ დისციპლინა ანუ ეს კაცებია უბრალოდ ნოთლის ხვაფაი ამენაირად მაგალითად ჩვენს დაშენება რო არის ესეთი სკეცოდინე აი რაღაცა არის რაღაც ტიპსი რაც შეიძლება მოგცეთ კი აკეთო ხოლმე ერთ და იგივე დროს კალენდარში გიწერია ერთი და იგივე დრო და შენ ამას აკეთებ ნებისმიერ ხასიათზე დაგიკახო ბოდიში კურსზე ესე კალენდარს ქმნიან თქო ჩემი პასუხი არის ასეთი კალენდარი იქმნება კურსის დროს ესეთი რაღაც აზრი მომივიდა ახლა რომ აზრი კი არ სწორედ ჩამოყალიბა შიფტ კოდი არსებობს რეგულარულად უბრალოდ გონია რომ ამ გადაწყვეტაზე ხდება ეგ რომ უფრო პრაქტიკული სავარჯიშოები არის რაც ეხმარება ამას კი თეორია ხო ანუ სხვა არაფერი არ უბრალოდ მაგაკეთო და უბრალოდ ამაში ჭირდება ხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ხო და ზუსტად ეგ არის ხარდაჭერა არის ჩემი გუნდის მონაწილეების და დიდი სოციალური კომიტმენტი რო სოციალური პასუხისმგებლობა გაქვს დადებული საკუთარ თავთან გუნდთან მენტორებთან და მოკლედ მარტო ერთმა მონაწილემ დატოვა კურსი. მარტო საკუთარ 70 რამე შევა კურსი. აკეთოს იგივე რაც მე ჩამოვყოლე. უბრალოდ მოუწევს ამის კეთება მარტო. როგორ ვთქვა საპორტ სისტემის ხარდაჭერის სისტემის გარეშე. მაგრამ ეგ ანიშნავს რომ არ გამოუვა. მაგას არ გულს. შეიძლება უფრო გამოძიებოთ. ადამიანი და ბუნება. ზოგს მარტო კეთება ურჩევია. კითხვა გაქვთ? კი ბატონო, მიაწოდე.
Pierwszy wysłanczowski. Żołnierze dyskusji z tym, lekcji, które są mi świetne. Miałem skłonność czymś co ale byliśmy z tym stracis. Co albo przycha. Szerwaj osoba psychosomatyczna, co problemy z ადამიანს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ შესაძლოა კრიზისი ცხოვრებაში. მაგრამ მე ჩემი საკუთარი გამოცდილება ჩემი აქვს, რომ მქონია ძალიან ფსიქოლოგთანაც რაღაც ტრენინგებზე სწავლებას, მაგრამ ყველაზე დიდი ძალა მაინც ჩემთვის მე თვითონ მომწებინე, აი თუნდაც იმების დაწესებით, რასაც შევისაუბრეთ ახლა, რომ მონაცაც ვარჯიში. ძალიან საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ აი ეს ყოველი რეაქცია შეძლოს წესად და ყოველ ჯერზეც უნდა ეს ისაა, რაც ენერგია ხმარება, რომ აი თუნდაც ყოველი ვარჯიშის მერე ის რაღაც სტრესი, რაც გაქვს და აი რაღაც თვიფი, დატო დარბაში ან რაღაცა თუნდაც დუშის ჟირების პერიოდი, რაღაც ესეთი მაგრამ ციტრაზი მოუწონა თქვენი რომ აი იმ პროცესში რომ შენეცებ ყოველ ჯერზე ამ პოდკასტებს უყურო აი ეხლა მივედომა რომ მე აი შევწყვეტ ამ პოდკასტს და ამ პოდკასტს მოსმენ და მიყოლა ძალა ჩემს თავში ის რაც თქვენ ბრძანეთ რომ ეს პროცესი შემოვიდგინე აი სამშობლოს მე არ მგონია რომ შეუძლებელი, უბრალოდ რთულია. აქვე თავში რომ აუგიშნე რომ ყველა ადამიანს არ შესწავლოს იმიტომ რომ რაღაცა აი გჭირდება ძალიან დიდი აი მოწმინება რაღაცა მშაობა შენ თავთან და პირველში გამარჯობა ის რომ შენ თავზე გაიმარჯვა რაღაც ის ცუდი თვისებები ხასიათი რაც გიქმნის აი დაბრკოლებებს რომ წინ გადადგან ამჯები შენ თავზე უნდა გაიმარჯვა პირველში და გამარჯვა მგონია იმაში რომ შედეგი დადო რაღაც შედეგი დაბა შენ გამარცხე და სიზარმაცე აი ეს არის ჩემი არცი და გამაკეთებინე რომ ვფიქრობ რომ ეს შესაძლებელია თავადაც აკეთოს ადამიანმა. მადლობა. დავშალეთ? ანუ თქვენი შეფასებით აღმოსავლეთ დაცვა ერთმანეთთან დავუდგეთ. მაგრამ თქვენი შეფასებით რამდენი ადამიანი გადაიჭრა პროცესს ჩვენ ვატარებდით პერმანენტულად გამოკითხვებს satisfaction-ი გვაქვს საკმაოდ მაღალი, სადღაც 90%. და ბარემ გუნზე იკითხეს, ანუ კურსს ყავს ორი თანამწამყვანი, მე და მანა საგარეიშვილი, ვისაც ეს კურსი მიყავს და ჩვენს გარდა არის კიდე სამი ადამიანი, ემპათიური მსმენელი, რომელიც მიყვება ადამიანებს. და კიდევ ორი ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო საკითხებს მართავს. ანუ კურსის გუნდი არის სადღაც 7 კაცი ხო ვიჩვენოთ. ეგრე ვინც მიყვება მონაწილეებს. ვიღაცა მიკითხა და არ მიპასუხე. ანუ 27 კაცია, უნდა ადუჭული რეალურად, უნდა პროცედურა. კი, ერთი ჩემი თანამშრომელი იყო და დატოვა სამსახური. ძალიან სეპარაცია უნდა და მშობლებთან და გადავიდეს სხვა ქალაქში საცხოვრებლად და დატოვა ჩვენი ოფისი. მე ჩვენ დავდოთ კარგი გაგებით, იმიტომ რომ კაი პროცესში გავიშვა და ჩვენ შესაბამისად გავშვით. კიდევ ხო არა? ჩვენ ერთადერთი ვიტყვი რომ 19 მონაწილე უკვე ჩარისხულია კურსზე. ჩვენ დაგვჭა სულ 11 ადგილი კურს, მეტი არა. ამ პატოკზე. შემდეგი პატოკი იქნება ოქტომბერში. 30 მარტისკენ. ამიტომ თუ ფიქრობთ, არ გადადოთ, იმიტომ რომ ძალიან მალე შევსებთ. Ένα კითხვა მაქვს, მაგალითად ადამიანი რომელსაც გქონდა ვთქვათ რაღაც შფოთვითი აშლილობა, იარა ფსიქოთერაპევტთან წლების წინ, ანუ დაახლოებით რამდენი გადმოსახლე იზამთრის რომ მიაძინა ანუ ეს შფოთვა, მაგრამ თავიდან ეგონა რომ ალბათ თან იყურნა ამისგან და რაღაცა პერიოდის მერე ეს შფოთვა ისევ ამოყობს თავს. ანუ თქვენი აზრით
ანუ პრობლემა რაში აქვს ამ ადამიანს? ანუ იმიტომ რომ ეძახის რომ შფოთვა წამოყოფს თავს. ამაშია პრობლემა. ამ ადამიანს არ აქვს თავის შფოთვიანი ნაწილის მიმღებლობა და შფოთვა არის ჩვეულებრივი ემოცია, ისევე როგორც შიში, ისევე როგორც მრისხანება და ისევე როგორც სხვა ემოციები. აქედან გამომდინარე ამ ადამიანს ურჩევდი, რომ იმუშაოს იმაზე, რომ ეს ნაწილი მიიღოს და არ კონდეს მოლოდინი, რომ მას შფოთვა არ ექნება. მაგრამ ამასთან ცხოვრება ხო ძალიან რთულია. არა. თუ იტყვი რომ რთულია, ესე იგი იქნება რთული. და როგორ გირჩენია შენ მარტივი იყოს თუ რთული? შენ აირჩი. კი ბატონო, თუ იტყვი რომ იქნება მარტივი, მარტივად ის. მადლობა და ასევე ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ პირველ რიგში დავანდელი საღამოსთვის და ასევე ამ წიგნისთვის, როგორც არის კაცმანობის გარეშე, მე ძალიან მიყვარს წიგნები, ბევრს კითხულობ და ძალიან იშვიათია აი ჩვენს რეალობაში, აი ცოცხალი ჩვენთან მოქალაქეები, რომლებიც წერენ წიგნებს და არ არის მარტო ამ ფროიდის პერიფრაზები და ასე ანუ ძალიან გულწრფელი წიგნია და მართლა ძალიან დიდი მადლობა ამ წიგნისთვის. მადლობა. მადლობა. მადლობა მეგობრებო ყველას. ფასიამოვნო საღამო ყველას. პირველი ვინც ზუსტად ხაზე კი მორჩი, მაგრამ იმ ტიპს დავურეკე და